ამინ. ქრისტე აღდგა. ქრისტე აღდგა. ქრისტე აღდგა. ღმერთმა დაგლოცოთ. მადლობა ღმერთს, რომ კიდევ ერთხელ მოგვეცა. მოგცა საშუალება წმინდა ლიტურგიის აღსრულებისა და ვინც ეზიარეთ, ყველას გილოცავთ. საკურნებელი იყოს სულის და ხორცის თქვენი ზიარება ქრისტეს სისხლთან და ხორცთან. ღმერთმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ. გილოცავთ დღევანდელ დღეს, მოხსენებული წმინდანების ხსენებას. დღეს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია მოიხსენებს პელაგია, ქალწულმოწამე პელაგია ტარსელს. ეს არის მოღვაწე, რომელიც ცხოვრობდა დიოკლეტიანეს იმპერატორობის დროს, მესამე-მეოთხე საუკუნის დასაწყისია და იგი იყო დიდებული ოჯახიდან, ან წარმომავლობით იყო დიდებული ოჯახიდან, დიდარი ოჯახიდან, მაგრამ მან ერთხელ მოისმინა ქადაგება ქრისტეს შესახებ და იმის მერე დაინტერესდა ამ სარწმუნოებით და რა თქმა უნდა შესწავლის შემდეგ ამ ქრისტიანული სარწმუნოებისა ის გახდა ქრისტიანი, ფარული ქრისტიანი იმ დროს, იმიტომ რომ დიოკლეტიანეს პერიოდი ერთ-ერთი გამორჩეული იყო იმით, რომ ქრისტიანთა საშინელი დევნა მიმდინარეობდა და ის განთქმული იყო ასევე თავისი სილამაზით. იმდენად ლამაზი იყო, რომ დიოკლეტიანეს შვილს მოეწონა, საცოლეთ მოეწონა და მას ასე ვთქვათ შესთავაზა კიდე ცოლობა. წარმოვიდგინეთ, რამხელა ფუფუნება ელოდებოდა წინ, როდესაც იმპერატორის შვილობილი მისი მეუღლე გახდებოდა და როგორ ფუფუნებაში ცხოვრობდა, მაგრამ წმინდა პელაგია მას რა თქმა უნდა უარი უთხრა და უთხრა, რომ ის უკვე დაწინდული იყო ზეციურ სასიძოზე, მაცხოვარზე, ჩვენზე უფალი იესო ქრისტეზე. ეს ნიშნავს იმას, რომ მას ქალწულების აღთქმა ჰქონდა დადებული. ამას ნიშნავს ეს დაწინდვა ქრისტეს ეკლესიაზე, რომ ქალწულობა უნდოდა მას და ეს შეენარჩუნებინა ბოლომდე. ამ ადამიანს ისე შეუყვარდა პელაგია, რომ არ ისაქნა, არ დაასმინა იმპერატორთან, იმიტომ რომ ვერ მასიზავდა, რა ქვია, ვერ აიტანდა ასე ვთქვათ მის წამების ყურებას და რაღაცა პერიოდის შემდეგ კიდევ თხოვა ცოლობა, მაგრამ კიდევ უარი მიიღო ერთ სიტყვით და ბოლოს პელაგია ტარსელს ასეთი ეს ქონდა, რა ქვია, განზრახვა ქონდა, რომ მაშინ დევნა, როგორც მოგახსენეთ, დევნა იყო ქრისტიანებისა და ქრისტიანები ვინც იყვნენ, გახიზნულები იყვნენ სხვადასხვა ადგილებში, გარიდებული იყვნენ იმპერიას და მას უნდოდა ერთ-ერთი ეპისკოპოსის, ტარსის ეპისკოპოსი იყო მაშინ კლინინი ერქვა, ესეთი, ისაც გახიზნული იყო და მისი ნახვა უნდა რომ მისგან ნათლისღება მიეღო. და ესეთი რაღაცა მოიფიქრა, რომ დედამისის უთხრა, დედამისი წარმართი იყო, არ იყო ქრისტიანი და დედამისის უთხრა, რომ მისი ძიძის სანახავად გაეშვა. და თხოვნის შემდეგ დედამ დაუსრულა ეს თხოვნა და დიდი ამალით გააცილეს პელაგია ეტლებით და მცველებით. და პელაგია რომ მივიდა ძიძის სახლთან ეთყობა, იქვე ახლომახლო იყვნენ ეს ადგილი ახლომახლო იყო, სადაც ისინი იყვნენ გახიზნულები ქრისტიანები და დატოვა იქვე მისი, ასე ვთქვათ, ეს ამალა და თვითონ გაუდგა ფეხით გზას და მას რომ წინა ღამეს ჩვენებაში ესიზმრა ეს ეპისკოპოსი, რომელიც სახეზე ნანახი არ ყავდა. წინა ღამეს ჩვენებაში ესიზმრა და სახე დაიმახსოვრა მისი და ხდება ისე, რომ აი პელაგია რომ მიუყვება ამ გზას, სადაც ისინი შეხიზნულები იყვნენ, თვითონ ეს ეპისკოპოსი გამოეგებება მას და რა თქმა უნდა პელაგია იცნობს და ის ითხოვს მისგან, რომ ნათლისღება მიიღოს და მოხდება ესეთი სასწაული, რომ ეს ეპისკოპოსი კლინინი ეს ლოცვით იქვე წყალი ამოხეთქავს და ეს აკურთხებს წყალს და მონათლავს რა თქმა უნდა პელაგიას და ის უკვე ქრისტიანი, სრულფასოვანი ქრისტიანი ბრუნდება, ასე ვთქვათ, ოჯახში და საბოლოო ჯამში ხდება ისე, რომ დედა შეიტყობს მის ქრისტიანობას, დედას უნდოდა რომ მიეთხოვებინა რა თქმა უნდა იმპერატორის შვილზე, დედა შეიტყობს მის ქრისტიანობას და საწამებლად უნდა რომ დაასმინოს იმპერატორთან და აი მას გაიგებს იმპერატორის შვილობილი, ეს ვისაც მოყვარდა და თავს მოიკლავს, იმიტომ რომ იცოდა რომ ის უნდა ეწამებინა და მის წამებას ვერ გაუძლებდა, ასე რომ თქვა და ის თავს მოიკლავს პელაგიას წამებამდე და დედამისი უკვე დიოკლეტიანესთან დაასმენს პელაგიას და ასე ვთქვათ გაკოჭილს მიუღრის თავისი ხელით იმპერატორს იმისათვის რომ ქრისტიანი იყო მისი შვილი. დიოკლეტიანეც მოიხიბლება ამ ადამიანის სილამაზით, იმდენად ლამაზი იყო, რომ არ ემეტებოდა საწამებლა და იქვე თხოვს, რომ გადავიდეს ქრისტეს სარწმუნოებიდან, მაგრამ პელაგიამ რა თქმა უნდა ეს არც იქ გააკეთა იმპერატორის წინაშე, ასე რაღაცას ეუბნება იმპერატორს, რომ მე თქვენ ამ ქვეყნიურ სიკეთებს პირდები და ამ ქვეყნიურ უფუნებას, მაგრამ მე სამი გვირგვინი მაქვს გამზადებული ზეციურ სამეფოში, ეს არის ჩემი რწმენისთვის, ეს არის ქალწულებისთვის და ეს არის ჩემი მოწამეობისთვისო და
აი ესე ასე ვთქვათ, მედგრად დაუყვდა ამ დიოკლეტიანეს ამ მძვინვარე იმპერატორს და საბოლოო ჯამში ხდება ისე, რომ წმინდა პელაგიას გახურებულ ღუმელში გამოუტანეს ესეთი განაჩენი, რომ გახურებულ ღუმელში შეეგდოთ და იქ ასე ვთქვათ, წამებით ესე მოეკლათ და პელაგია იმდენად ეს იყო, რა ქვია, ქალწულება იმდენად ქონდა გამჟდარი უკვე და ხელიც კი არ შეახებინა ჯალათებს, რომ არ შემახოთ ხელი და თვითონ გადაიწერა პირჯვარ და თავისი ფეხით შევიდა ამ გახურებულ ღუმელში და მათ თქომია მის ცხოვრებაში, რომ მისი სხეული თითქოს ჩამოდნაო ამ გახურებული ღუმლიდან და იქაურობა კეთილსურნელებით აივსო და შემდეგ მისი ძვლები ამ წარმართებმა გადაყარეს, ლომები იცავდნენ, რომ ვინმეს არ გაიხსნათ იქამდე, სანამ ეს ეპისკოპოსი კლინივის ხელითაც ნათლისღება მიიღო ამ წმინდა დიდმა ქალწულ მოწამემ, ვიდრე ვის არ მოვიდა და პატივით არ დაკრძალა მისი ასე ვთქვათ წმინდა ნაწილები და შემდეგ უკვე რაღაცა პერიოდის შემდეგ, როცა დაამთავრდა ქრისტიანთა დევნა და კონსტანტინე დიდი მოვიდა იმპერიის სათავეში, მან მის სახელზე, ანუ პელაგიას ქალწულ მოწამე პელაგიას სახელზე ტაძარიც ააშენა კონსტანტინოპოლში და შეგვეწიოს ყველას მისი ლოცვა, შეგვეწიოს ყველას მისი მეუხება ღვთის წინაშე. სულ ამბობთ, რომ მათი ცხოვრება, მოწამეების ცხოვრება განსაკუთრებით მაგალითი უნდა იყოს ჩვენთვის ისინი მოწამეობა ხო მაგას ქვია გუშინაც თქვით, რომ ეს არის დამოწმება ქრისტეს სარწმუნოების ჭეშმარიტებისა და ისინი აი ესე უშიშრად ამოწმებდნენ ამ ქრისტეს სარწმუნოებას და ყველაფერთან ერთად, გარდა იმისა, რომ მათ ასე ვთქვათ, მოშურნეობა ჰქონდათ და გამტკიცებულები იყვნენ ქრისტესგან, მათ გააჩნდათ ბევრი სხვა სათნოებაც, მაგალითად ისეთი როგორც არის თავმდაბლობა, იმიტომ რომ თავმდაბლობის გარეშე ამ სარწმუნოებას ვერ მიაღწევ და ვერ იქნები ასეთი მიმდევარი ქრისტეს სარწმუნოებისა და აი დღევანდელი საკითხავიდან მინდა ორი პატარა მაგალითი მოგიყვანოთ თავმდაბლობის შესახებ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი არის თავმდაბლობა ქრისტიანისთვის. ეპიზოდები არის წმინდანთა, წმინდა სისოდიდის და წმინდა ბესარიონ საკვირველთმოქმედის, ასე ვთქვათ, ცხოვრებიდან იმდენად გამოირჩეოდნენ ეს ორი დიდი მოღვაწე მართლმადიდებელი ეკლესიისა თავისი თავმდაბლობით, რომ ესეთი ის არის გამოცემული, რომ ერთ-ერთი მდაბიო ადამიანი მაშინდელ სისოდიდის ცხოვრებაშია ეს შვილი ყავს ცუდად და მიყავს სისოდიდთან ნათქმული იყო ის მისი სულიერი, ასე ვთქვათ, სიმაღლით და ნიჭებით, ყურნების ნიჭით იყო განთქმული სისოდიდი და მიყავდა მასთან, რომ ასე ვთქვათ, განეკურნა თავისი შვილი და გზად ეს შვილი გარდაიცვლება, მძიმედ იყავად და ვერ მიაღწევს ცოცხალი სისოდიდთან და ამ ადამიანმა იცოდა ამ სისოდიდის თავმდაბლობა და გზაშივე მიხვდა, რომ მიეყვანა და ეთქვა, რომ ესა ჩემი შვილი გარდაიცვალა და მოდი მკვდროდით აღადგინეო, ეს არიზავდა ეს რაღაცას თავის თავმდაბლობიდან გამომდინარე და ასეთ რაღაცას მოიფიქრებს, რომ მივა სისოდიდთან და ამ ადამიანს თავის შვილს ესე მიყვანს და ფეხებთან დაუწვენს და სისოდიდს გონია, რომ დაეძინა ამას გზაში დიდი გზიდან და უბრალოდ ეტყვის ადამიანს, რომ ადექი ყრმაო, აწამოდექიო და ეს ადამიანი აღდგება და გაცოცხლდება იქვე იმ წუთასვე. და მეორე, ასე ვთქვათ, მეორე მაგალითი უკვე ბესარიონ საკვირველთმოქმედის ცხოვრებიდან არის. ერთ-ერთი ეშმაკეული მიუყვანეს მას და სანამ მას ნახავდნენ, საძმოს წევრებმა ვერანაირად ვერ განდევნეს მისგან ეშმაკი, ილოცეს, მაგრამ ვერ და გადაწყვიტეს, რომ ბესარიონ საკვირველთმოქმედთან მიეყვანათ, მაგრამ იცოდნენ, რომ თავის თავმდაბლობიდან გამომდინარე ესე საჯაროდ ის არ გააკეთებდა ასეთ სასწაულს და ასეთი რაღაცა მოიფიქრეს მათ, რომ მიიყვანეს და იმ სტასიდაში, სადაც წმინდა ბესარიონი ლოცვას უსმენდა ხოლმე სათვისო ნიშდა, იქ დასვეს ეს ეშმაკეული, რომელიც გონდაკარგული იყო და იფიქრეს, რომ მოვიდოთ, ეტყოდნენ ბესარიონს, წმინდა ბესარიონს, რომ თქვენ ადგილზე ვიღაც დაждდა და უთხარით, რომ ადგეს. და ასეც მოიქცნენ და ეს ამ ადამიანთან მიდის ეს წმინდა ბესარიონი და ეუბნება, რომ ადექია აქედან და განვედა ამ ადგილიდან და იმ წამსვე განიკურნა ეს ადამიანიც, იმ წამსვე გამოვიდა მისგან ეშმაკი და აი რა ვისწავლოთ ჩვენ აქედან, რომ ეს სათნოება, რომელსაც პირდაპირ შეიძლება ასე ვთქვათ, პირდაპირ მივყავართ ქრისტეს სასუფევლამდე, ეს თავმდაბლობა, რომელიც აუცილებელი დამახასიათებელი უნდა იყოს ქრისტიანისთვის. ეს არის აი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მართლმორწმუნეებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი, გარდა იმისა, რომ უნდა ვიყოთ რწმენაში გამყარებულები, უნდა გვწამდეს რწმენაში ძლიერები, უნდა ვიყოთ ეს თავმდაბლობის გარეშე არ მოდის და ჩვენ ყოველწლიურად ვკითხულობთ ხოლმე, დღესაც ამოვიკითხეთ 9 ნეტარებიდან ერთ-ერთია, ხო? ნეტარი იყვნენ
დაბალნიგულით ნეტარიყვნენ გლახაკნი და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი თავმდაბლობაზე არის, ასე ვთქვათ, აწყობილი და თავმდაბლობაზე გადის ჩვენი ცხოვრების გზა. ღმერთმა გაგვაძლიეროს, ღმერთმა მოგცეს ქრისტეს რწმენის ნიჭი ძალა და ღმერთმა მოგცეს თავმდაბლობის ძალა. ჩვენთან არის ღმერთი.